მოგესალმებით, ეს ტექინფორმია გადაცემა, რომელშიც ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ვსაუბრობთ. ჩვენ გემ გადაცემის ავტორები და წამყვანები გიორგი თოლორდავა და მე ერეკლე ფოლადიშვილი ვართ. დავიწყოთ. საუბარი უნდა დავიწყოთ ტესლაზე, ილონ მასკის კომპანიით, რომელმაც გამოაქვეყნა კვარტალური შედეგები. საკმაოდ საინტერესო შედეგებზე გვაქვს ამ შემთხვევაში საუბარი, იმიტომ რომ რაღაც თვალსაზრისით ინვესტორები კმაყოფილები არიან, რაღაც თვალსაზრისით უკმაყოფილონი არიან, თუმცა რაღაც კონტურები ჩანს ყოველ შემთხვევაში საით აპირებს კომპანია წასვლას. ეს ცხადია გამოჩნდა მაშინ, როცა ილონ მასკმა მოახერხა, რომ თავად ესაუბრა, რა კუთხით განვითარდება კომპანია მომავალ წლებში. თუმცა ვიდრე იმაზე ვისაუბრებთ, რაც ვიხილავთ, უახლოეს მომავალში ცხადია დეტალებზე უნდა ვისაუბროთ ფინანსურზე. ამ შემთხვევაში საინტერესო იყო ის, რომ 22.4 მილიარდი აღმოჩნდა ის შემოსავალი, რაც კომპანიამ მიიღო. საუბარი გვაქვს წლიურ ჭრილში, რაც მცირედით 200 მილიონით ჩამორჩა საერთო მოლოდინს, რაც ჰქონდათ ინვესტორებს, თუმცა აქ ძალიან ბევრმა ფაქტორმა იმუშავა, ერთი მხრივ იმან რომ კონკურენტები არიან სერიოზულად ბაზარზე შემოსულები, მეორე მხრივ იმან რომ ილონ მასკის პოლიტიკურმა აქტივობამ ბოლო პერიოდში საკმაოდ სერიოზულად დააზიანა კომპანიის რეპუტაცია. მოკლედ იყო რიგი მიზეზებისა, რა მხრივაც და რა მიზეზითაც ვიხილეთ ეს ჩავარდნა, თუმცა შედეგი მაინც არ არის ცუდი, ყოველ შემთხვევაში იმ კომპანიისთვის, რომელიც იმ ბაზარზეა, რომელსაც დიდად დღეს აღარ სწყალობს ამ შემთხვევაში საერთო სამომხმარებლო ბაზა. ძალიან საინტერესო დეტალი, რაც გააჟღერა ილონ მასკმა, არის ის, რომ ტესლა გარკვეულწილად ეტაპობრივად აპირებს გადასვლას მანქანებიდან რობოტებს. ეს იყო ალბათ ყველაზე დიდი განცხადება და სწორედ ამით აიხსნება ის პროგნოზი, რომელიც გააჟღერა ილონ მასკმა, შეიძლება არა ისეთი სტრატეგიულად არანორმალურად დიდი, როგორც მაგალითად Amazon-ის შემთხვევაში ვიხილეთ. არამედ მცირედის და მაგრამ 20-ის მაგალითად 25 მილიარდ დოლარს დახარჯავს კომპანია იმ კაპიტალური დანახარჯების მიმართულებით, რაც გამოადგება ცხადია როგორც რობოტების, ასევე მანქანების განვითარებას, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ ტესლა აპირებს გადასვლას რობოტებზე. ჩვენ თუ კარგად გავიხსენებთ, ფაქტობრივად ილონ მასკს ის 1 ტრილიონიანი ჩეკი წინ სწრებით იმისთვის აქვს, ასე ვთქვათ, გრძელვადიანად გამოწერილი, რომ მან კომპანია გადაიყვანოს უბრალოდ მანქანების, ელექტრომანქანების მწარმოებლიდან რობოტების მწარმოებელ კომპანიაზე და ისიც კი დაანონსდა, რომ რამდენიმე ქარხანაში საერთოდ შეწყდება ავტომობილების წარმოება და იმ ადგილებში, იმ ადგილას ვიხილავთ რობოტების წარმოებას და ჩვენ ვიცით რა საინტერესო პროდუქტზე გვაქვს საუბარი, ამ შემთხვევაში ოპტიმუსია. საუბარი, მოკლედ, საკმაოდ საინტერესოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვითარდება ეს კომპანია, რომელიც მოლოდინებს შეიძლება ითქვას, რომ ამართლებს მაცას, ვისაც სამომავლო ხედვები აქვს. დღევანდელი გადმოსახედიდან ცხადია, ტესლა აღარ არის ისეთი გიგანტური კომპანია იმ თვალსაზრისით, რომ რაღაც ინოვაციურს და ახალს გვთავაზობდეს ელექტრომობილების კუთხით, იმიტომ რომ კონკურენცია ძალიან დიდია გაჩენილი, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ტესლა ილონ მასკის მართულობის ქვეშ განვითარებას აგრძელებს და გააგრძელებს, თანაც იმ მიმართულებით, რომელიც დღეს არ არის პოპულარული, თუმცა ილონ მასკს ახასიათებს. ეს მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის რაც დღეს არ არის პოპულარული, როგორც 2002-2003 წლებში დაიყო ელექტრომობილები ისე პოპულარული, მაგრამ ილონ მასკმა მოახერხა, რომ წინსწრებით ამოეცნო რა იქნებოდა მომავლის ტექნოლოგია და ამ კუთხით მთავარი საქმე, რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ ტესლას მომავალი იქნება რობოტები და ამ კუთხით ძალიან ბევრ სიახლეს ვიხილავთ. ილონ მასკის მეორე კომპანიაზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც ალბათ მალე პირველ კომპანიად იქცევა, იმდენად არის ის გაზრდილი, ეს კომპანია არის SpaceX-ი, რომელიც ერთ დროს კოსმოსური კომპანია იყო, თუმცა ახლა ხელოვნური ინტელექტის კომპანიაც არის, ვინაიდან მან შეიერთა xAI, ანუ Grok-ი არის ამჟამად მის საკუთრებაში. მოკლედ, ამ მიმართულებით კომპანია ძალიან სწრაფად ვითარდება და გადაწყვიტეს, რომ პოტენციურად ძალიან სერიოზული თანამშრომლობა დაიწყო Cursor AI-სთან. ეს არის მარტივად რომ ვთქვათ, Claude Code-ის პირდაპირი ანალოგი თუ კონკურენტი, რომელიც შედარებით უფრო მოქნილია, ახალი სტარტაპია და Anthropic-ისგან განსხვავებით 800 მილიარდი დოლარი არხერს. ის საკმაოდ იაფადაა ამჟამად ბაზარზე ხელმისაწვდომი, იაფი ოღონდ AI სტანდარტებით იაფი, თორემ ქართული სტანდარტებით ნამდვილად არ არის ის იაფი და ჯამში მისი შეფასება ამჟამად არის დაახლოებით 60 მილიარდი დოლარი.
რატო ახსენებთ ამ 60 მილიარდ დოლარს? მოკლედ SpaceX არის თანახმად რომ 10 მილიარდის ინვესტიცია ჩადოს დღეს ამ სტარტაპში და მომდევნო წლის განმავლობაში თუ გაამართლებს კურსორი იმედებს და ისე იმუშავებს მისი ხელოვნური ინტელექტი როგორც ისინი ამ პირობას დებენ, მაშინ უკვე ამის შემდეგ SpaceX-ი გამოიყენებს სპეციალურ უფლებას, ოპციონს და გამოისყიდის ამ სტარტაპს პირდაპირ 60 მილიარდ დოლარად. ეს გარიგება პირდაპირ კავშირშია SpaceX-ის დაგეგმილ IPO-სთან, საფონდო ბირჟაზე უნდა კომპანიას გასვლა და ბირჟაზე როდესაც გადიხარ, ყოველთვის რაღაც უნდა გაიტანო ისეთი რაც ღირს ინვესტორებად და ინვესტორებს ნამდვილად ძალიან უნდათ რომ SpaceX კიდევ უფრო ძლიერი ხელოვნური ინტელექტი ჰქონდეს, ვინაიდან დღეს პლანეტის ყველაზე საინტერესო საინვესტიციო მიმართულება არის AI. მეორე ადგილიც კი არ არსებობს, უბრალოდ AI და დანარჩენი სხვა არავის არაფერი არ უნდა. ამიტომაც კურსორი ამ მიმართულებით პოტენციურად შეიძლება გახდეს SpaceX-ის შვილობილი კომპანია, საკმაოდ ისეთი სტრატეგიული და კარგი ნაბიჯია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ Gemini-ის ყიდვა შეუძლებელი რადგანაც Google-ის აკუთრება, Anthropic 800 მილიარდი ღირს, OpenAI უკვე ტრილიონი ღირს და ყველაფერი მალე ალბათ ტრილიონი აღერება და 60 მილიარდა თუ გამოვიდა SpaceX მართლა ამ სტარტაპის ყიდვა, ეს მასკის კომპანიის კიდევ ერთი ძალიან დიდი გამარჯვება იქნება. ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Google-მა გუშინ მოაწყო ძალიან მნიშვნელოვანი პრეზენტაცია, სადაც წარადგინა თავისი ხელოვნური ინტელექტის ახალი ჩიპი, ამ შემთხვევაში TPU-8i, რომელიც თავის თვალსაზრისით არის ალბათ საკმაოდ სერიოზული პროდუქტი, არა მარტო იმიტომ, რომ ის კონკურენციას უწევს Nvidia-ს ჩიპებს, არამედ იმიტომაც, რომ თვითონ Google-ისთვის ამარტივებს, აჩქარებს და უფრო ხელმისაწვდომს ხდის ხელოვნური ინტელექტის განვითარებას. ჩვენ ვიცით, რომ სწორედ TPU-ების დახმარებით აქვს Google-ს განვითარებული თავის Gemini, რომელიც ალბათ ბაზარზე უკონკურენტოა. მარტივად რომ თქვათ, TPU-8i გამოირჩევა იმით, რომ მას შეუძლია სამჯერ უფრო სწრაფად, სამჯერ უფრო იაფად გააკეთოს ის საქმე, რაც აქვს. ამ შემთხვევაში გამოთვლითი შესაძლებლობები გამოიყენოს, დაზოგოს გაცილებით დიდი ენერგია და Google-ს უფრო მეტი შემოსავალი მოუტანოს გაცილებით ნაკლები ხარჯით. თუმცა აქ არ გაჩერებულა Google ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მან ფაქტობრივად Nvidia-სთანაც დაანონსა თანამშრომლობა, თანაც 1 მილიონ რუბინის ჩიპზე, რომელიც არის უკონკურენტო თავის მხრივ, ამ შემთხვევაში ანუ ეს ორი პროდუქტი Google-ს თავისი აქვს და Broadcom-თან თანამშრომლობით ქმნის TPU-ს, მაგრამ Nvidia-თანაც რომ დაიწყო თანამშრომლობა, ეს არის ძალიან საინტერესო, როგორც ჩანს, Google სურს რომ მაქსიმალური დივერსიფიკაცია მოახდინოს თავისი ჩიპების მიმართულების და ჰქონდეს ალტერნატივაც, ვინც ის იქნებ მოხდეს ისე რომ Nvidia მოახერხოს უფრო წინ წასვლა, ამიტომ ჰქონდეს ალტერნატივები, ძალიან სწორი გათვლა შეიძლება ითქვას, ეს 1 მილიონი ამ შემთხვევაში რუბინის ჩიპი ცხადია გამოყენებული იქნება იმისთვის რომ თავის მხრივ განვითარდეს Gemini-ის სხვა მიმართულებები, ჩვენ ვიცით რომ ყველა cloud ცენტრში ხომ cloud ინფრასტრუქტურაში ყველგან მაინც და მაინც TPU არ არის აუცილებლობა რომ იყოს ჩაშენებული. ამიტომ ტაქტიკა სწორია, შეიძლება ითქვას რომ გათვლაც ძალიან პერსპექტიულია, კარგ ნაბიჯად შეგვიძლია შევაფასოთ Google-ის მხრიდან Nvidia-სთან თანამშრომლობის დაწყება, თუმცა ეს გარეშეა რომ Google-ი ბაზას მაინც ინარჩუნებს და ამ ბაზას ქვია TPU-ები, Broadcom-თან ერთად შექმნილი პროდუქტი, რომელიც Google-ს აძლევს საშუალებას რომ იყოს ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე. ხელოვნური ინტელექტი უკვე აღარ არის არჩევანი. ეს ის აუცილებელი ხელსაწყოა, რომელიც ყველა დიდმა კომპანიამ, მცირე ზომის ბიზნესმა თუ პროფესიონალმა ყოველდღიურად უნდა გამოიყენოს. თუ კი მას რა თქმა უნდა ბაზარზე დარჩენა სურს. AI-ის მიმართულებით არაერთი კომპანია და ხელსაწყოა წარმოდგენილი, თუმცა საუკეთესო ეკოსისტემა უდავოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ Google-ს აქვს, რაც გასაკვირი ალბათ არავისათვის არ უნდა იყოს. Google-ის ხელოვნური ინტელექტის, Workspace-ის, განახლებული შესაძლებლობებისა და კორპორაციული ხელსაწყოების შესახებ დღეს Geosoft-ის დირექტორთან ანდრო მესხურაძესთან ერთად ვისაუბრებთ. ანდრო, გამარჯობა, მადლობა შენი დროისათვის. ძალიან ბევრი სიახლე გვაქვს მას შემდეგ რაც ბოლო ინტერვიუ გქონდა, იმდენი განახლება და აპდეიტი გამოვიდა, რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე ფაქტობრივად ნულიდან უნდა დავიწყოთ ყველაფერზე საუბარი. არ შევეხები Google-ის Workspace-ის იმ ხელსაწყოებს, რასაც უკვე ყველა იცნობს, უფრო გადავინაცვლოთ დღეს ხელოვნურ ინტელექტზე, Gemini-ზე, ავტომატიზაციის შესაძლებლობებზე და იმ ყველაფერზე, რაც დღეს არის Google-ის ეკოსისტემაში ხელმისაწვდომი, როგორც ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის, ასევე რა თქმა უნდა, ბიზნესებისთვის. რა სიახლეები გვაქვს დღეს ბაზარზე? გამარჯობა გიორგი, გამარჯობა ერეკლემ, მადლობა ვიზიტისთვის და მოწვევისთვის. Google მართლაც ძალიან სწრაფად ვითარდება, ერთი რაც Google Workspace-ი და რომელიც უკვე უამრავ კომპანიაში დიდ ეფექტს და დიდ სარგებელს იძლევა, რაც გულისხმობს კორპორატიული კომუნიკაციას, ინფორმაციის გაცვლას და მათზე სწრაფ წვდომას, ასევე შემოვიდა უძლიერესი ინსტრუმენტით, ეს არის Gemini.
Gemini ქმნის საოცარ ეკოსისტემას, საოცარ გარემოს, სადაც ყველანაირი საკითხზე შეიძლება საუბარი, ყველანაირი საკითხის დამუშავება, ყველა თემის განხილვა და საუკეთესო შედეგების მიღება. რომელიც ძალიან deep ინტეგრირებული, ღრმად არის ინტეგრირებული Google-ის თითოეულ ეკოსისტემაში, თითოეულ პლატფორმაზე და სწრაფ შედეგს გვაძლევს ყველანაირი მიმართულებით. კი ბატონო, უნდა დეტალური მიმართულებით ვისაუბროთ, ამ შემთხვევაში უფრო საინტერესო ჩემთვისაც, მაყურებლისთვისაც იქნება, აი, რა კონკრეტული მიმართულებებით გვაქვს ისეთი სიახლე, შეიძლება ვთქვათ, რომელიც განსაკუთრებით გამოადგებათ ადამიანებს, მარტივად რომ ვთქვათ, დღევანდელი მოცემულობა არის ისეთი, რომ ადამიანებმა იციან, რომ არსებობს Google-ის Gemini, იმედია იციან, მათმა უმრავლესობამ მაინც ზოგადად გაგონილი აქვს, მაგრამ კომუნიკაცია და ცნობა მაინც არის, აი, ვერ იდებით მასთან შეხებას. რატომ უნდა მოგვინდეს? აი, რა უპირატესობებს გვთავაზობს ხელშესახები, ფაქტობრივი მაგალითები რომ გითხრათ, რა უპირატესობების გამო უნდა მოუნდეს ადამიანს რომ დადგოს? პირველი დავიწყებ იმით, რომ Google არის ეკოსისტემა და არის პლატფორმა, რომელიც თითქმის აღარ არსებობს პლანეტაზე ადამიანი, რომელსაც ეს ხელში არ უჭირავს და აქ არ აქვს აკაუნტი. მეორე ის არის, რომ აქ აღარ გჭირდება ცალკე სხვა პლატფორმაზე რეგისტრაცია, დამატებით ინფორმაციის სხვა კომპანიასთან გაზიარება, ან ცდომების მიცემა, გაქვს ჩართული უკვე იყენებ ყველას პლატფორმაში, ასევე კომპიუტერში და ასე შემდეგ. უკვე აქვს ჩაშენებული AI და პირდაპირ შეგიძლია Gemini გამოიყენო ჯერ პირდაპირ. სხვა შემთხვევაში subscription-ების შემთხვევაში შეგიძლია უკვე Drive-ზე, Doc-ში, Mail-ში, მეილების წერაში დაეხმარო დოკუმენტების მნიშვნელოვანი რაღაცა რა ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო, რომელთაც უკვე როგორც მივხვდი თვითონ workspace-ის სისტემაში დამატებით სიახლეებით ჩაიმატა ამ შემთხვევაში Google-ს. ნუ აი Gemini-ს არ ვიცი რა სადაღარ არის. ძალიან გაძლიერდა, მოკლედ 2 დღის წინ ჩაეშვა უკვე ვიტყვით Google-ის აპლიკაცია დესკტოპისთვის, რომელიც შეიძლება კომპიუტერში გამოწერო, ფაილები მოძებნო, მეილების წერაში დაიხმარო ინფორმაცია, ანუ გასვლა აღარ გჭირდება არც ერთ შემთხვევაში, რომელ პლატფორმაზეც არ უნდა იყოს, იქნება Apple, iOS-ი, Linux-ი, Windows-ი, თუ რა ყველგან ძალიან მარტივი. Android-ი თავიდან ბოლომდე AI-ია და მოკლედ ხელმისაწვდომა და ინფორმაციაზე შეხება და ამ ინსტრუმენტის გამოყენება არის უმარტივესი. არა, კიდევ ერთხელ, არანაირი ცალკე რეგისტრაცია, რაც გაქვთ, იმით შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასევე რაც ჩაშენდა და კიდევ უფრო გაძლიერდა თავად Gmail-ში, სადაც წერილების წერაში და help me write და ქართულად გინდა ინგლისურად რა ენაც არ უნდა მოისურვოთ, ყველა ენაზე ძალიან ეფექტურად მუშაობს. Drive-ში ფაილების მოძებნა სახელით თუ გჭირდებოდა ადრე, ახლა კონტექსტურად რო უთხრათ, რისი მოძებნა გვინდა, მოგვიძებნის. მოგვინდება შევადარებინებთ ერთ დოკუმენტს მეორესთან და დოკუმენტს გავაკეთებინებთ. ასევე ყველას Drive-ზე აქვს ფინანსური ანალიზები, ფინანსური ინფორმაცია, სხვადასხვა სტატისტიკა და უბრალოდ ერთ კონტექსტურ მენიუში სვავ კითხვას რა გინდა და მოდის თელი ინფორმაცია მარტივი ანალიზით. ფინანსური ანალიზისთვის აღარ ჭირდება მაგალითად ფინანსისტებს ცალკე ჯდომა და ცალკე რაღაცა ფორმულების წერა, ეკითხები პასუხს გაძლევს. რჩევას კითხავ, რჩევას მოგცემს. რა შეცდომასაც შეიძლება ყოფილიყო, იმასაც თვითონ აანალიზებს, ასევე ძალიან ადვილად ადარებს დოკუმენტებს ერთმანეთს. ანდრო, ახლა რაზეც ვისაუბრეთ, ეს ყველაფერი არის AI-სა და ადამიანის ჩართულობა და კვეთა. ალბათ მინიმუმ რაღაც ფუნქციონალი, თუნდაც Gemini-ის ტექსტი ან Drive-ი ერთხელ მაინც გაუტესტავს ჩვენს მაყურებელს, მაგრამ არის კიდევ ერთი ნაბიჯი უფრო მაღლა. ეს არის ნაბიჯი ავტომატიზაციისკენ, AI აგენტებზე მაქვს საუბარი. ამ მიმართულებით Google უფრო Google-ურად მიყვება გზას, ცოტა დაელოდა, რას იზამნეს, ხვები იქ რაღაცა OpenClaw გამოჩნდა, Claude-ის Cowork-ი და Code-ი გამოჩნდა და რაღაცნაირად დაელოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც გამოჩნდა ბაზარზე. რა სიახლეები გვაქვს კორპორაციული მომხმარებლებისთვის AI აგენტების მიმართულებით, რამდენად რენტაბელური და რეალისტურია დღეს ქართულ კომპანიებში AI აგენტების დანერგვა და რაც თავარია, რა შეუძლიათ ამ აგენტებს და თუ შეუძლიათ ეს ყველაფერი ქართულად. პირველ რიგში შევეხები ქართულს, დღეს არ არსებობს არც ერთი პლატფორმა, ყოველდღიურად ყველას რაღაცა შეხება, შედარება და გვიწევს, ცხადია. არც ერთი პლატფორმა, AI პლატფორმა ქართულად ისე არ წერს, არ საუბრობს, არ მეტყველებს და არ ესმის საუბარი ქართულად, როგორც ეს არის Gemini. საოცარი ქართული, არა მარტო ის ქართული, რომელთაც ჩვენ ვსაუბრობთ, ძველ ქართული. ძველ ქართულში დამერწმუნდა, ხა არც ერთ მე არ ვიცი ყოველ შემთხვევაში ძველ ქართულის ისე კითხვა. პირობითად შეგიძლიათ ტექსტი უბრალოდ რაღაცა კედელზე მიწერილი ტექსტი აჩვენო და ის ქართულად გადმოგიტანოს მისი ისტორია, მოგიყვეს და მთელი ეს საკითხი. ძველ ქართულიც იცის, ქართული ხო საოცრად იცის.
იცის როგორც მეტყველებაში, ასე საუბარი ესმის რა. ეს პირველი ნაწილი ქართულს რაც შეეხება. მეორე რა ძალიან კარგი თემა ახსენე, ეს არის აგენტური გარემო, მოკლედ AI გადადის ახალ პლატფორმაზე, სადაც ადრე უბრალოდ წერდით და პასუხებს გვაძლევდა, დღეს იქნება გარემო AI აგენტი. Gemini Enterprise-ი გამოვიდა სპეციალურად ამისთვის. ეს არის cloud გარემოში სივრცე, სადაც შეგვიძლია დავაკავშიროთ Gemini Enterprise-ი როგორც აგენტი ნებისმიერ სხვა პლატფორმას, რომელსაც კომპანია ან ფიზიკური პირი შეიძლება იყენებდეს. ERP სისტემა, CRM-ი, სხვადასხვა ინფორმაციის სანახი, სხვადასხვა ვებსაიტი ან მონაცემთა ბაზა რაც გინდა იყოს, დავამუშავოთ და მივცეთ მას კონკრეტული დავალებები და ის იქცევა როგორც სამუშაო ძალა. ის აკეთებს ძალიან ძლიერ ანალიზებს, იძლევა რჩევებს, ამუშავებს დოკუმენტებს. ანუ ესე შევხედავთ, რომ აქამდე თუ ჩვენ თამაშობდით და ვესაუბრობთ AI-ს და მსუბუქად ვაანალიზებდით, ეხლა ეს რჩება ჩვეულებრივი სამუშაო, ძლიერი სამუშაო ძალა, რომელსაც შეუძლია დაამუშავოს ნებისმიერი ზომის, ნებისმიერი სირთულის ინფორმაცია ძალიან ადამიანურ და გასაგებ ენაზე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ქართულად მოგვაწოდოს ნებისმიერი შედეგი. ანუ რა აქვე ინტეგრაციაზეც მინდა ორი სიტყვით ვიკითხო. შეიძლება ვიღაცისთვის AI აგენტის აწყობა ასოცირდებოდეს რაღაც კოდის წერასთან და ყველას არ აქვს. მაგისი ცოდნა, გამოცდილება არ არის ზოგადად მარტივი. აქ როგორ არის ინტეგრაცია AI აგენტების გაშვება თუ უნდა ადამიანს თავის კომპანიაში, შეიძლება ეს მცირე ზომის კომპანია იყოს, შეიძლება დიდი კომპანია იყოს. რანაირად ხდება ეს პროცესი? Geosoft-ი როგორ არის ჩართული ამ პროცესში და თქვენი ხარდაჭერა რა ფორმით არის წარმოდგენილი და რანაირად ხდება ზოგადად აწყობაც ამ აგენტების თვითონ უწევთ ადამიანებს მისის შექმნა თუ მანდაც კონსულტაციების ნაწილში ხართ ჩართული? მადლობა, ძალიან კარგი კითხვა. ეს არის სივრცე, სადაც AI უკვე მარტივი ენით ყველას შეუძლია რაღაც დონეზე გამოიყენოს. რაც შეეხება ინტეგრაციას, ეს არ ისე მსუბუქი არ არის როგორც პირობითად გამოიყენოს, სწორედ აქ გაძლიერდა Geosoft-ის პოზიციები და Geosoft-ის გუნდი, სადაც უკვე დეველოპმენტის დონეზე ვერთვებით, მივდივართ კომპანიასთან ვესაუბრებით, რა მოცანები დგას, რა შედეგების მიღება უნდა და ვახდენთ უკვე AI დეველოპმენტს და ინტეგრაციას მათ სისტემებს. ანუ არსებულ ბაზებთან და პროგრამებთანაც მათ შორის რაც აქვთ. აქვე ვიტყვი, რომ არსებული როგორც მუშაობენ, შეიძლება ეს იყოს ERP, რომელიც არ უნდა იყოს, მოკლედ ძველი იქნება, ახალი იქნება, ეს ყველა ERP რაღაცა მონაცემთობაზე. ან CRM-ი, ან პლატფორმა Jira იქნება, Asana იქნება, task management-ი იქნება, რა პლატფორმაც არ უნდა იყოს, თუ მას აქვს API და რაღაცა დოზით, დეველოპერს შეუძლია შეეხოს და რაღაცა კასტომიზაცია გააკეთოს, API-ის საშუალებით ვაკავახდენთ ამის დაკავშირებას ერთმანეთთან და მე მითის შედეგების განხილვა და შედეგების ანალიზი. ძალიან აქტუალურია ახლა AI chatbot-ები კომპანიაში შიგნით, როგორც მრჩეველი გაჩნდეს და რაღაც თანამშრომლების შემოსვლისას კომპანიაში, რომ ინფორმაციის მოძიება და მიწოდება იყოს ძალიან სწრაფი. Customer support-ში უკვე ვხედავთ. Customer support-ში როგორც კომპანიის შიგნით და შიდა რესურსებზე, ასევე გარეთ გამოწეული უკვე, სადაც მომხმარებელს თავად შეუძლია, რომ კითხვები დასვას კომპანიაზე, მოიძიოს ინფორმაცია, ძალიან აქტიურად შემცირდა უკვე შემსუბუქდა ადამიანის სამუშაო რესურსი chat კომუნიკაციაში რა ეს იქნება Facebook-თან ინტეგრაცია, LinkedIn-თან ინტეგრაცია, WhatsApp-ით და ასე შემდეგ. ამის უკან თავისუფლად ვაყენებთ Gemini-ის აგენტს, რომელიც ესაუბრება იმ დონეზე, რაც მას ინფორმაცია მივეცით და იმის ლოგიკურ და სწორ პასუხებს აძლევს. თუ ხდება ისეთი მომენტი და ისეთი კითხვაა, რომ ეს არა აქვს მონაცემთა ბაზაში, ამ შემთხვევაში უკვე გადართავს ადამიანთან, აქ ისევ ადამიანი ბრუნდება გარკვეულწილად. მეორე ნაწილში ძალიან გაძლიერდა Vertex AI, ეს არის ჩვენ ასევე Google Cloud-ის ოფიციალური პარტნიორები ვართ, აქ გულისხმობთ Cloud ინფრასტრუქტურა, სადაც კომპანიების მონაცემთა ბაზები, ვირტუალური სერვერები თუ სერვერები თავისუფლად შეგვიძლია და ვამიგრირებთ Cloud გარემოში. აქ არის Vertex AI, რომელიც არის საოცრება პლანეტაზე მსგავსი არაფერია, შედიხარ და ყველანაირი აგენტი იქ, ყველაფერთან კონექტი იქ, ყველანაირი მონაცემთა ბაზას, ყველანაირი რესურს, ყველანაირი ამოცანა შეგვიძლია დავავალოთ და საოცარი შედეგებით აანალიზებს და კიდევ ერთხელ ქართულად, ინგლისურად ან რომელიმე ნებისმიერ ენაზე, რომელზეც ადამიანი საუბრობს. მოკლედ, ფაქტობრივად შევეხეთ ყველა ძირითად თემას და რაც მთავარია ვისაუბრეთ იმაზე, რომ Geosoft შეუძლია ადამიანებისთვის და კომპანიებისთვის ამ ხრივ დახმარების გაწევა, მაგრამ რასაც ვერ გავექცევით და მით უმეტეს თქვენ ჩემზე კარგად გეცვენებათ, არის ის, რომ მუდმივად არსებობს ეს ნელ-ნელა მომავალი შიში იმის, რომ AI ჩაანაცვლებს ადამიანს.
ალბათ იმ კომპანიებთანაც, რომლებთანაც გითანამშრომლიათ, ქონიათ აი ამ კუთხით რაღაც ქონიათ მათ კითხვები, ჩაანაცვლებს ადამიანებს თუ არა, შეძლებს თუ არა საქმის გაკეთებას ისე რომ მაგალითად გაუმარტივოს საქმე, თუ საერთოდ დატოვოს ადამიანი უმუშევრად და ჩემი კითხვა ამ შემთხვევაში მდგომარეობს იმაში, როგორც ამ კუთხით საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე ადამიანი, რომელიც დიდი ხანია აკვირდებით განვითარების პროცესს. თვლით რომ AI-სთან ინტეგრირება უფრო მოხდება მომავალში თუ AI მთლიანად ჩაანაცვლებს ადამიანს, აი საით უფრო მიდის ამჟამად განვითარების ვერტიკალი ის იმ კუთხით რომ ადამიანები მასთან AI-სთან თანამშრომლობით უფრო გაძლიერდებიან თუ ის რომ ვიხილავთ მაგალითად სამსახურების მასობრივ დაკარგვას AI-ის გამო. ძალიან საინტერესო კითხვაა და ხშირად ისმის და ხშირად გვიწევს ამაზე დისკუსია კომპანიებში თუ პირად საუბრებში თუ კორპორატიულ შეხვედრებზე ცხადია ეს ასეთი აზრი არსებობს ცხადია. რეალობაში ეს არ არის გარემო სადაც AI ადამიანს ჩაანაცვლებს და AI ხდება კიდევ უფრო ძლიერი და მხმარე ადამიანის. AI კი არ ჩაანაცვლებს ადამიანს უახლოეს პერიოდში, რაც ჩანს სამუშაო ძალა შეიცვლება იმ ადამიანებს, ვინც AI-ის გამოყენება კარგად იცის. ამით კომპანიის ეფექტურობა, ადამიანების ეფექტურობა, თავისუფალი დრო, სამუშაო რესურსების გადანაწილება კიდევ უფრო ეფექტური გახდება. მარტივი პასუხია, ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლოთ AI-ის კიდევ უფრო უკეთ გამოყენება. კიდევ ერთხელ, არანაირი ჩანაცვლებაზე საუბარი აქ არ არის, აქ არის გაძლიერებაზე და სამუშაო რესურსების უფრო ეფექტურ გამოყენებაზე. იგივე ეხება ყველა პროფესიას დეველოპმენტში მაგალითად ძალიან აქტიურად გამოჩნდა AI და აღარ დარჩა დეველოპერი რომელიც AI-ს აღარ არის ეგეთი ალბათ არც არის შეიძლება სამუზეუმო ექსპონატები თუ არის ასეთი დეველოპერი ჯერ კიდევ უნდა დაფიქრდეს რომ ისწავლოს რა AI-ს არიყენებს და რაღაც უყურებენ ესე ვაუ ის ძველი თაობის წარმომადგენელია აქვე Google-ს კიდევ ერთი სიახლე აქვს რაღაც სიახლე ნოემბერში გაეშვა ახალი პლატფორმა ეს არის Antigravity არის სპეციალურად დეველოპერებისთვის შექმნილი ჩართავ თუ არა ეგრევე Gemini-ზია ინტეგრირებული და უბრალოდ მარტივი კოდის წერით, კოდის არა, უბრალოდ კონტენტის წერით და დავალებით აქ არ ჭირდება რაღაც დეველოპერული განათლება, ჩვენს ყველას შეგვიძლია რაღაც ნებისმიერი საკითხი დავწეროთ ან ჩავრთოთ და მიკროფონით უთხრა რისი გაკეთებები ნათქება და გაამზადებს რამდენიმე წუთში იმას რაც ჩვენ გვინდა. თუ რამე კასტომიზაცია ან გადაკეთება მოგვინდება, ვეთქვით რომ ეს მოდი გადააკეთე. Antigravity თავად გახსნის ბრაუზერში თუ რამე შენ არ მოგეწონა დააკვირდება თვითონ გეტყვის ხარ მართალი ხარ ეს საკითხი მართლაც გავაუმჯობესოთ და გადაიდას. როგორც კი მოგეწონება დამუშავებული კონტენტი უკვე და კოდი ასე ვთქვა და დამუშავებული ვებსაიტი იქნება თუ აპლიკაცია, ეთქვი რომ მოდი ახლა ეს ატვირთე. შეგეკითხება სად? Google Cloud-ში რა თქმა უნდა. წავა Google Cloud-ში გახსნის რა ვიცი კონტეინერს ეს იქნება თუ ვირტუალური მანქანა ატვირთავს დომეინს მიაბავს. თელ ამ პროცესს აკეთებს უბრალოდ ადამიანურად ქართულად საუბრის შემთხვევაში. კი. და რაც ყველაზე მთავარია ამ პროცესში შეგიძლია არ გქონდეს არც ტექნიკური ცოდნა, არც დეველოპმენტი იცოდე, არც დიზაინერი იყო, არც მარკეტინგში მოგეკითხებოდეს აზრი, არც რეალურად ვებგვერდის შექმნაში იყო დიდად გამორჩეული, მაგრამ მაინც გამოგივა პროდუქტი, რომელიც იქნება მინიმუმ კონკურენტუნარიანი. თან გამართულად იმუშავებს და დარწმუნებული ვარ იმაზე უკეთესადაც იმუშავებს, თუმცა არავის არაცხენს მე მგონი AI-სთან მაინც ისე შეხება, რომ უხეშად რომ თქვა და ჟარგონულად დაამოღამოს კარგად. ის გამარტივად უნდა დავამოღამოთ კონკურენტუნარიანობა მხოლოდ იმით რომ დაწერო ჩატში რაღაცა არ მგონია რომ გამოვიდეს ჩეთრთან კომუნიკაცია. ერთხელ მივხვდეთ იმისა რომ კოდ წერს ეს არ კარგავს დეველოპერების როლს კიდევ უფრო აფიქსირებ რომ რაც შეიძლება მეტი დეველოპერი უფრო აქტიურად უნდა შეეხოს ეს იქნება Antigravity ეს იქნება Gemini ეს იქნება AI Studio იგივე Google-ის ეს იქნება Vertex AI რაც უფრო მეტად შევეხებით მით უფრო ის კომპეტენცია რაც აქამდე ქონდა დეველოპერს მისი ეფექტურობა კიდევ უფრო გაიზრდება. რაღაცა აპლიკაციის დასაწერად თუ ჭირდებოდა თვეები, შესაძლოა წლები რაღაცის დეველოპმენტს დღეს უკვე რამდენიმე დღეშია ეს ყველაფერი შესაძლებელი მაღალი ეფექტით. ანდრო, მადლობა ძალიან დიდი საინტერესო ინტერვიუსათვის. უდიდესი სიახლეები აქვს Google-ს ნამდვილად, როგორც ხელოვნური ინტელექტის, ასევე workspace-ის შესაძლებლობების მიმართულებით და აქვე მაყურებლებს ვურჩევ რომ რომელთაც სურთ თავიანთ კომპანიებში დანერგონ ხელოვნური ინტელექტი, იქნება ეს აგენტებით დაწყებული თუ უბრალოდ Gemini-ით დამთავრებული, ყველასათვის ჩვენი მხრიდან რეკომენდაცია იქნება Geosoft-ის მიმართულებით, რომელიც ჩემი აზრით ამ ასე ვთქვათ სფეროში არის საუკეთესო კომპანია საქართველოში. დიდი მადლობა BMG-ს გუნდს, ყოველთვის ტექნოლოგიების სიმაღლეზე დგას, ყოველთვის ახდენს საქართველოს მომხმარებლების და მაყურებლების ინფორმირებას უახლესი ტექნოლოგიებით. მადლობა. ჩვენი დღევანდელი სტუმარი იყო Geosoft-ის დირექტორი ანდრო მესხურაძე. ჩვენი გადაცემა კი დღეს ამითი დასრულებულია.
მომავალ შეხვედრამდე.